უფალი ხომ ყოვლის შემძლეა, ეს ყველა ქრისტიანს მოსდის რაღაც პროცესში. ხო ყოვლის შემძლეა, რატო არ მოსპობს ეშმაკს? და ხო ყველაფერი დამთავრდება. ნახეთ, ეს ნაივისტური ის არის, მაინც აზროვნება, გამოუცდელი, უბრძოლო, ასე ვთქვათ. და მაშინ მოძღვარმა მითხრა ასე, აი ეხლა ღმერთი მზად არისო, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, რაც შენი თხოვნა. ოღონდ მე მოვალე ვარო, რომ გაგაფრთხილო. და კი ბატონო, მე ვთქვა. აი ეხლა ამ წუთას ეგ რომ გააკეთოს უფალმაო, შენი დიდი ნაწილი წარწყდება. გააკეთოსო. არამედ, არამც და არამც. მივხვდი რაც მითხრა. ქრისტიანული ბრძოლა არის შენ თავში ბოროტების აღმოჩენის. ენ მიმართული, ასე ვიტყვი. აღმოჩენისკენ. დიახ, იცი რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თავს ყველაფერს პატიობთ. ჩვენ შეგვიძლია სხვაზე ვთქვათ, რომ ამას აკეთებს, მაგრამ შენ რო აკეთებ, ხო, იმას ვერ ხედავ. და ეს რო დაინახო, ამისთვის შენ თავს უნდა ებრძოლო. სხვას კი არა. მთელი ქრისტიანული აი მოძღვრება, მთელი მამათა სწავლება მაგაზე აწყობილი, რომ დაანებე თავი, ასე ჩვენ ენაზე რო ვთქვა, დაანებე ყველას თავი და შენ თავს მიხედე, შენ სულში ჩაიხედე და თუ გავედით და ლელო გავიტანეთ ბოლოს, მაშინ დაგვარქმევენ გამარჯვებულ ადამიანს. არსებობს ეგ ჩათვლის მოედანი, სადაც ლელო გაგვაქვს და ბრძოლა მთავრდება? ბოლომდე, ცოცხლის ბოლომდე ეგ ბრძოლა იცოდეთ. აი აღწერილი არის მამებთან არის აღწერილი, აი უკვე რომ უნდა ფეხი გადაადგას, წარმოიდგინეთ. წმინდა მამამ ფეხი უნდა გადაადგას, შევიდეს სასუფეველში და უკან ხარზე რა მაგარი ხარ. ხო დამამარცხეო. და ნახეთ რას პასუხობს. აი იქ შევალო და მერე დამელაპარაკე. ანუ ამას ვეთქვა, ხო, გადი ჩემგან. მეგრევე დაეცემეთ. ამიტომ ჩვენ გვმართებს თავმდაბლობა, მორჩილება, ნახე, რაც არის იმისთვის წარმოუდგენელი და გვიყიჟინებს ყოველ წუთს. ეს რა უნდა ამას, რომ შენ მისი ის გახდე რაღაც. გიპყრობს, გეუბნება, რასაც თვითონ გაგვიკეთა. ამას მოძღვარზე გეუბნება. და ამას როგორ გვეუბნება? რაღაც ჩემ თავში რაღაც აზრი ჩდება. შენი და მგონია რომ ეს ჩემი აზრია. აი როგორ არის, იცი, ის მსახიობია და მოდის და შენივე ხმით გეუბნება იმ საშინელებებს. და შენ ნამდვილად ღებულობ, იმიტომ რომ გამოცდილი არ ახარ. აი უყურე, აი იმ ბრძოლის შედეგად ადამიანი ქრისტიანულ ბრძოლას შეიჭრებს. აი ბრძოლის შედეგად მაგას სწავლობს, როგორ აღმოაჩინოს ის თვითონ არის თუ სხვა არის. ძალიან რთულია. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ბუკეტი გვაქვს, ცოდვების, ისეთი ბუკეტი გვაქვს, ლებების, რომლიდანაც უბრალოდ რომ თავი ამოწიო ესე და ჩაისუნთქო სუფთა აერი, უფლის აერი, ჩაისუნთქო.